ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მორიგი პროვოკაციული ნაბიჯები ჩვენ სიუჟეტში. ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმი ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთაზე სანქციებს ამკაცრებს. ამ საკითხზე დე-ფაქტო პარლამენტმა 18 იანვარს კანონპროექტი განიხილა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციული სასჯელის გამკაცრებას და ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთისას კანონდარღვევებზე ახალი სანქციების შემოტანას. ახალი კანონპროექტის თანახმად საოკუპაციო ზოლის ეგრეთ წოდებული უკანონო გადაკვეთისას მოქალაქეებს სოლიდურ ჯარიმებს უწესებენ. დოკუმენტის თანახმად რიგით მოქალაქეებს 4,800-დან 6,000 რუბლამდე, ხოლო თანამდებობის პირებს უფრო მეტი 6,000-დან 7,200-მდე რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ამასთან ეგრეთ წოდებული კანონის დამრღვევს ყველა ნივთს ჩამოართმევენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებითი ადმინისტრაციული კანონდარღვევის შემთხვევაში კანონდამრღვევ პირს ოკუპირებულ რეგიონში არსებული მინიმალური ხელფასის 100-120 ჯერადი ოდენობით ჯარიმა ეკისრება. თანამდებობის პირები კი მინიმალური ხელფასის 120-150 ჯერადი ოდენობის ჯარიმას გადაიხდიან. ოკუპირებულ აფხაზეთში ხელფასის მინიმალური ოდენობა 600 რუბლს შეადგენს. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში წესების დამრღვევებს დააკავებენ. განმარტებულია ეგრეთ წოდებული პარლამენტის ახალ კანონპროექტში. ახალი რეგულაციების ინიციატორი ხაჯიმბას წარმომადგენელი პარლამენტში დიმიტრი შამბა მიღებულ კანონს თავისებურ ახსნას უძებნის. იგი აღნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის კანონმდებლობით, რომელიც არეგულირებს ოკუპირებულ რეგიონში შესვლა-გამოსვლას, ცალკეული კატეგორიის ადამიანებისთვის შემოღებულია სავიზო რეჟიმი. ერთჯერადი ვიზა 700 რუბლი ღირს, ხოლო ეგრეთ წოდებული საზღვრის გადაკვეთის წესების დარღვევისთვის ჯარიმა 600 რუბლს შეადგენდა. იქმნება სიტუაცია, როცა ადმინისტრაციული სამართლის ძირითადი პრინციპის დარღვევა უფრო ნაკლები ჩდება ვიდრე ვიზა. გამოდის, რომ საზღვრის დამრღვევისთვის უფრო მომგებიანი ხდება ჯარიმის გადახდა ვიდრე ვიზის აღება, განმარტავს შამბა. ასე რომ ახალი კანონპროექტის მიღების მოტივად დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციული სამართლის მთავარი პრინციპების დარღვევას ასახელებენ. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში კი აცხადებენ, რომ კანონპროექტი დისკრიმინაციული ხასიათისაა და ამით დე-ფაქტო ხელისუფალნი ცდილობენ ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას ხაზი გაუსვან. ახალი მცდელობა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, არ არის ჩვენი საზღვარი. ჩვენ ხო ეგრეთ წოდებულს უწევს, აი ჩვენ საზღვარზე წესრიგი უნდა დავამყაროთ და ეს აჩვენეს, მსოფლიოს უნდა აჩვენოს ერთი. წლის განმავლობაში თუ პიროვნებამ კიდევ ერთხელ დაარღვია და გადალახა საზღვარი, მაშინ ის იხდის აი მინიმალური შემოსავლის 120 ოდენობას, ხოლო თანამდებობის პირები 150 ოდენობას. აი რომელ თანამდებობის პირებზეა ლაპარაკი? რომელ საზღვარზეა ლაპარაკი? ლესელიძეზე თუ ენგურზე, ხო? ამ ორივე ეგრეთ წოდებულ საზღვარზე. უნდა მოეთხოვოს სეპარატისტულ მხარეს, იგივე ჟენევის ფარგლებში უნდა იყოს ამაზე ლაპარაკი, რომ ეს არის ყველანაირი, ესე იგი, დისკრიმინაციის ფორმა არსებობს ამ ტერიტორიაზე. გადაადგილების, ქონებრივი, ადამიანის უფლებები, ყველაფერი ირღვევა. ეს არის ამ ეტაპზე მხოლოდ კანონპროექტი, მაგრამ ეჭვია რეპარება არავის, რომ დღეს თუ არა ხვალ, აი ამ დღეებში ალბათ ის იქნება დამტკიცებული და შევა ძალაში. ჯარიმა ფაქტობრივად $1000 უტოლდება და ეს არის აი მართლა ჯარიმა კი არა, ძალიან მძიმე სასჯელი ნებისმიერი ადამიანისთვის. ჩვენ ვიცით, რომ აფხაზეთს აი ეს ეგრეთ წოდებული სავიზო რეჟიმი რომ შემოიღეს, ეს ვიზები არ ეხებათ იმ ქვეყნებს, რომლებმაც ის აღიარეს. ეს ეგრეთ წოდებული კანონპროექტი, რომელიც ახლა იხილება და აი ასეთი დრაკონული შეიძლება ითქვას რაღაცა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, ეს არის მიმართული ქართული მოსახლეობის წინააღმდეგ, რომლებიც მოგეხსენებათ ყოველდღე დადიან ასობით ადამიანი თუ უფრო მეტი არა კვეთს ამ ხელოვნურ საზღვარს იქით და აქეთ და ძალიან ბევრს სხვადასხვა მიზეზების გამო ეს საბუთები არ აქვთ. ამით უნდა შეივსოს ბიუჯეტი, ამით უნდა მისცენ ხელფასები იმ ადამიანებს, რომლებიც იქ დგანან, ამით კიდევ ერთხელ, კიდევ ბოლომდე უნდა დათრგუნონ და დისკრიმინაცია მოახდინონ ქართული მოსახლეობის მიმართ.
ეგრეთ წოდებული კანონპროექტის თანახმად აფხაზეთში უვიზოდ შესვლა შეუძლიათ რუსეთის, ნიკარაგუას, ტუვალუს, დნესტრისპირეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებსაც. ანუ იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც თავის დროზე მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულ დამოუკიდებლობას დაუჭერეს მხარი. ამავე კანონპროექტის თანახმად დე-ფაქტო ხელმძღვანელობის ბრძანებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტურისტული მიზნით აფხაზეთში შესვლა უვიზოდ შეუძლიათ, თუმცა აფხაზურ კანონში ფრჩხილებში მითითებაა, რომ გამონაკლისს წარმოადგენს საქართველოს მოქალაქეები. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალი რეგულაციები მოსკოვსა და სოხუმს შორის მიღებული ეგრეთ წოდებული ხელშეკრულებების გაგრძელებაა და საქართველოს ხელისუფლებამ ამ დარღვევებზე საერთაშორისო ორგანიზაციებს უნდა ამცნოს. ვახტანგ მაისაია მსგავს გადაწყვეტილებებს რუსეთის სამხედრო გააქტიურებას უკავშირებს აფხაზეთში. ეგრეთ წოდებულ კანონპროექტს კი აპარტეიდულს უწოდებს. საერთაშორისო სამართლის მიხედვით ეს აბსოლუტურად სრული უკანონობაა და მას არავინ არც ცნობს ბუნებრივია. თავიდანვე ეს არის აბსოლუტურად არაკანონიერი და უფრო მეტად პირდაპირ ახავს 1966 წელს მიღებულ ადამიანის უფლებათა პოლიტიკურ ასე ვთქვათ დეკლარაციას, რომელიც გაეროს ეგით არის მიღებული, იმიტომ რომ უბრალოდ ის ელემენტარულად ადამიანებს უგზალავს თუნდაც მოახდინოს გადასვლა საკუთარ ტერიტორიაზე. გასაგებია რომ დე-ფაქტო აფხაზეთში ძალიან უმწვავესი სოციო-ეკონომიკური მდგომარეობაა, ბიუჯეტში არის უდიდესი გარღვევა და აქედან გამომდინარე ბუნებრივია ისინი ცდილობენ როგორმე შეავსონ თავისი ეგრეთ წოდებული ბიუჯეტი. ჩვენ უნდა დავაკარგოთ ეს გაეროს უშიშროების საბჭოს წინაშე და ამაზე უნდა იყოს კაცრი რეაგირება საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკამ მიიღო აპარტეიდული ტიპის კანონი. ამას წინ უძღოდა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ აპირებს გამყოფ ხაზზე არსებული გამშვები პუნქტების გაუქმებას, მდინარე ენგურის გამშვები პუნქტის გარდა. გასული წლის აპრილში ერთი შამგონა თაგილონის გამშვები პუნქტი დაიხურა. ბოლო პერიოდში კი ხაჯიმბას რეჟიმი ხურჩა ნაბაკევისა და ორსანტია ოტობაიას გამშვები პუნქტების იანვრის ბოლოსთვის დახურვას აანონსებდა. სანაცვლოდ დე-ფაქტო ხელისუფლება გალის რაიონის მკვიდრ ენგურის ხიდამდე ავტობუსით მომსახურებას სთავაზობს. ამ ინფორმაციას მაშინათვე მოყვა ადგილობრივი მოსახლეობის უკმაყოფილება და ქართული მხარის უარყოფითი რეაქციაც. მოსახლეობის განმარტებით გამშვები პუნქტების გაუქმება კიდევ უფრო გადატვირთავს ისედაც გადატვირთულ ენგურის გამშვებ პუნქტს. ოფიციალური თბილისი კი აცხადებდა, რომ ეს არის კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის კუთხით. ქართული მხარი გალის მოსახლეობის უფლებების რეგულარულ შეზღუდვაზე, როგორც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას, ისე რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ამასთან საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ გააკეთა ამ თემაზე განცხადებები და მიმართა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში აფხაზურ მხარეს გადახედონ თავიანთ პოზიციებს და ნუ მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც კიდევ უფრო დაამძიმებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას. სულ რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე გამშვები პუნქტების დახურვას თავად აფხაზები ეწინააღმდეგებიან. შესაძლოა აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვარზე არსებული ორი გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ დე-ფაქტო მთავრობის დეკემბრის გადაწყვეტილება გაუქმდეს. ამის შესახებ ადგილობრივები საუბრობენ. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებლების განცხადებით აფხაზი ეგრეთ წოდებული მესაზღვრეები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია გამშვები პუნქტების გაუქმება, რომლებიც მათი ძირითადი საარსებო წყაროა. მათ მიერვე მოყვანილ ეგრეთ წოდებულ პრეზიდენტს უფლებას არ მისცემენ, რომ მათთვის მიუღებელი ქმედება განახორციელოს, აცხადებენ ისინი. ადგილობრივები ეგრეთ წოდებულ მესაზღვრეებზე დაყრდნობით ამბობენ, რომ ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტების გაუქმების წინააღმდეგ მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა. მათივე ცნობით ხალხის მოთხოვნა უკვე ცნობილია დე-ფაქტო მთავრობისთვის. აქედან გამომდინარე ვარაუდობდნენ, რომ იანვრის ბოლოს ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტები აღარ დაიხურებოდა. პროტესტის მიუხედავად აფხაზური მხარი გამშვები პუნქტების დახურვაზე გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატით გამართულ შეხვედრაზე კვლავ საუბრობდა. ქართული მხარის პოზიცია კი უცვლელია. თქვენ წარმოიდგინეთ ერთი გამშვები პუნქტი ამ ხელა ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც უამრავი ადამიანი გადმოდის იქით აქეთ და ის ერთი პუნქტი იქნება რუსების სრული კონტროლის ქვეშ და აფხაზური მხარე, როგორც ყოველთვის ხდება, დარჩება თამაშ გარე მდგომარეობაში. ახსოვთ შემთხვევები, რომ ამის გამო არაერთი ადამიანი დაიღუპა, რომელიც სამკურნალოდ მოდიოდა და დროზე ვერ მიიღო სამედიცინო დახმარება, ასე რომ თუ მართლა მოხდა ის, რაც გამოცხადებულია, ეს ძალიან შეზღუდავს გადაადგილების უფლებას და კიდევ ერთხელ ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენ აუცილებლად საერთაშორისო სასამართლო უნდა გამოვიყენოთ ამისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის დეკემბრის ბოლოს დე-ფაქტო მთავრობა მიიღო დადგენილება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიასთან დამაკავშირებელი ორი ეგრეთ წოდებული გამშვები პუნქტის დახურვის შესახებ. აფხაზური კანონმდებლობის თანახმად დე-ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ერთ თვეში, ანუ 2017 წლის იანვრის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო.